გამარჯობათ, მე ვარ ლევან ოქუჯავა და დღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეულს 3D ანატომიის ლაბორატორიაში 3D ორგანონის დახმარებით წარმოგიდგენთ და ვისაუბრებ გულზე. მცირედ მიმოხილვას გავაკეთებ მის სტრუქტურასა და მის ფუნქციებზე. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ გული მდებარეობს გულმკერდის ღრუში, ის არის მოქცეული ფილტვებს შორის მედიასტინიუმის არეში. მისი მთავარი ფუნქცია არის სისხლის გადატუმბვა, რის საშუალებითაც ჩვენს სხვადასხვა ორგანოს სისხლი მიეწოდება. მოდით ვისაუბროთ გულის სტრუქტურაზე და გავაკეთოთ მცირედ მიმოხილვას მის გარსებზე. პირველ რიგში ჩვენ გვხვდება პერიკარდიუმი და დავიწყებ იქიდან, რომ გულს გააჩნია სამი გარსი: პერიკარდიუმი, მიოკარდიუმი და ენდოკარდიუმი. პერიკარდიუმი არის გარეთა შრე, რომელიც შედგება ბოჭკოვანი და სეროზული ფენებისგან. ძირითადად მისი ფუნქცია არის დამცველობითი ფუნქცია. ის იცავს გულს დაზიანებისგან, ასევე აფიქსირებს გულს გულმკერდის არეში და ამცირებს ხახუნს გულის მუშაობისას. ასევე ჩვენ გვაქვს მიოკარდიუმი, შუა ფენა, ყველაზე სქელი ფენა, კუნთოვანი ფენა, რომელიც საშუალებას აძლევს გულს, რომ შეიკუმშოს. მისი საშუალებით ხდება სისხლის გადატომბა. და შიდა შრე, ჩვენ გვაქვს ენდოკარდიუმი, რომლითაც არის ამოფენილი გულმკერდის შიდა ფენა, ასევე სარქველებიც. რახან სარქველი ვახსენე, იმით დავიწყოთ, რომ გულს გააჩნია 4 ტიპის სარქველი. გააჩნია ტრიკუსპიდალური, გააჩნია ბიკუსპიდალური, ასევე პულმონარული და აორტის სარქველი. ტრიკუსპიდალური სარქველი არის მოქცეული მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუს შორის, ხოლო მიტრალური სარქველი, ანუ ბიკუსპიდალური სარქველი არის მოქცეული მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუს შორის. ჩვენ ასევე გვაქვს პულმონარული სარქველი, საიდანაც უკვე მარჯვენა პარკუჭიდან სისხლი გადადის შემდეგ ფილტვის არტერიაში და ჩვენ გვაქვს აორტის სარქველი, სადაც მარცხენა პარკუჭიდან სისხლი გადადის უკვე აორტაში. პულმონარული სარქველი და აორტის სარქველს ასევე ეწოდება ნამგლისებური სარქველი, ისინი სტრუქტურულად ერთმანეთს ძალიან გავან. ასევე აქ ხდება ჩვენ პაპილარული კუნთები, რომლის საშუალებითაც ემაგრება სარქველები და მისი საშუალებით, ამ პაპილარული კუნთების საშუალებით ხდება სარქველების მოძრაობა. ასევე გულში ჩვენ გვაქვს კედლები, რომლებიც ყოფენ წინაგულებსა და პარკუჭებს. ჩვენ გვაქვს ინტრავენტრიკულარული სეპტუმი, პარკუჭთა შორის კიდე, რომლებიც ყოფენ მარჯვენა და მარცხენა პარკუჭს, ასევე ჩვენ გვაქვს ინტრაატრიალური სეპტუმი, რომელიც ყოფს მარჯვენა წინაგულსა და მარცხენა წინაგულს და ასევე ჩვენ გვაქვს ანტრიოვენტრიკულარული სეპტუმი, რომელიც უკვე ყოფს წინაგულსა და პარკუჭს და აქ არის მოქცეული ტრიკუსპიდალური და მიტრალური სარქველი. ასევე მოდით ვისაუბროთ გულის სისხლძარღვოვან სისტემაზე, რომელი სისხლძარღვები ამარაგებს გულს სისხლით. ჩვენ აქ ხდება არტერიები და ვენები და კერძოდ კორონალური არტერიები. გულს გააჩნია ორი კორონალური არტერია, მარჯვენა კორონალური არტერია და მარცხენა კორონალური არტერია. აქ კარგად ვხედავთ, რომ მარჯვენა კორონალური არტერია კვებავს გულის ქვედა კედელს, ინფერიორულ ნაწილს, ხოლო მარცხენა კორონალური არტერია კვებავს წინა კედელს. მაგრამ ასევე მარცხენა კორონალურ არტერიას გააჩნია ტოტი, შემომხვევი არტერია, რომელიც პასუხისმგებელია გულის ლატერალური კედლის კვებაზე. უკეთ რომ აგიხსნათ გულის მუშაობა, მოდით განვიხილავ და მცირედ მიმოხილვას გავაკეთებ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეზე. აქ კარგად ხედავთ გულის მუშაობას, ჩვენ აქ გვაქვს სისტოლა და დიასტოლა. სისტოლის დროს ხდება გულის შეკუმშვა, დიასტოლის დროს ხდება პარკუჭების ავსება და შემდეგ უკვე შეკუმშვა. მოდით განვიხილოთ სისხლის მიმოქცევის მცირე წრე.
ქვედა და ზედა ღრუენებიდან სისხლი ჩაედინება მარჯვენა წინაგულში. მარჯვენა წინაგულიდან კი ტრიკოსპიდალური სარკმლის გავლით სისხლი ჩაედინება მარჯვენა პარკუჩში. აქედან კი იწყება სისხლის მიმოქცევის მცირე წრე. მარჯვენა პარკუჩიდან სისხლი გადადის ფილტვის არტერიაში, პულმონარული სარკმლის გავლით, სადაც სისხლი უკვე გადადის ფილტვებში, აქ ხდება გაზთა მიმოცვლა, სისხლის ჟანგბადით გამდიდრება და შემდგომ უკვე ფილტვის ვენის საშუალებით ჟანგბადით მდიდარი სისხლი ჩაედინება მარცხენა წინაგულში. მარცხენა წინაგულიდან კი მიტრალური სარკმლის გავლით სისხლი ჩაედინება მარცხენა პარკუჩში. ეს არის სისხლის მიმოქცევის მცირე წრე, ხოლო მარცხენა პარკუჩიდან უკვე როდესაც სისხლი გადაეცემა აორტის სარკმელს, აქ უკვე ხდება სრულიად ჩვენი ორგანოების სისხლით მომარაგება. მადლობა ყურადღებისთვის.